სამეგრელოში გავრცელებული გვარების წარმოშობის ისტორია. სად იღებს სათავეს თქვენი გვარი? ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალები რადიო ათინათის რუბრიკაში გვარის ისტორია. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8 საათსა და 5 წუთზე. დილა მშვიდობისა, თოდუა, ამ გვარის წარმოშობაზე გიამბობთ დღეს. თოდუა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მეგრული გვარია. 1995 წლის მონაცემებით თოდუების რიცხვი მთელ საქართველოში 8087 კაცს შეადგენდა. აქედან ზუგდიდსა და მის სოფლებში ცხოვრობდა 3000-ზე მეტი თოდუა. თბილისში 1100-ზე მეტი. მარტვილში კი 1000-მდე წარმომადგენელი იყო ამ გვარისა. ნარაზენში ცხოვრობდა ამ გვარის 197 კომლი, რუხში 158 კომლი. არიან ასევე სხვაგანაც. გვარსახელი თოდუა ამ საგვარეულოს წინაპრის პირსახელს შეიცავს. აქ უნდა გვქონდეს ან ძველ სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებული პირსახელის თოდო რუხუს მეგრულისათვის დამახასიათებელი ბოლო მარცვლებ მოკვეცილი სახე თოდო ან ანთროპონიმ თორნიკეს მოფერებითი ფორმა თოთო, რომელიც სამეგრელოში დღესაც გამოიყენება. ეს უკანასკნელი გვხვდება ჯერ კიდევ ტბეთის სულთა მატიანეში, სადაც მე-12-მე-13 საუკუნის ჩანაწერში იხსენიება უთნევარ თოთოსზე, ხოლო ფონეტიკური პროცესი თოთი, თოდო ჩვეულებრივი რამაა მეგრულში. რაც შეეხება მკვლევარისა და ისტორიკოსის ნიკოლოზ ჯომიდავას მოსაზრებას, რომ თითქოს გვარსახელ თოდუას წარმომავლობა უკავშირდება პირსახელ თევდორეს, ცდარი უნდა იყოს, რადგან მეგრელები ამ სახელს წარმოთქვამენ არა თოდოს, არამედ თადას სახით. თოდუების ძირი სოფელი წაჩხურია. ძირის ალოცავი კი წაჩხურის მთავარ ანგელოზის ხატი. გარდა ამისა, ამ საგვარეულოს ერთი ნაწილის ძირი ხატი ჩანს ოცინდალეს წმინდა გიორგის ხატი. ამას გვაფიქრებინებს შემდეგი გარემოება. ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიას თავისი მამული ჰქონდა სოფელ მუხურში. ამ ხუთ ქცევა მიწაზე მაღლარი ვაზი ჭვიტილური იყო გაშენებული, რომელსაც თოდუას გვარი ამუშავებდა. სხვა გვარის კაცს ამ მამულში შესვლის უფლებაც არ ჰქონდა. თოდუები ამ მამულში მოკრეფილი ყურძნით ღვინოს წურავდნენ და ხატს სწირავდნენ. ოცინდალეს წმინდა გიორგის მღვდლებიც თოდუები იყვნენ. ზეპირ გადმოცემებს თუ დაუჯერებთ, თოდუები არიან წარმოშობით თოთაძეები და ლეთოდიანები. ლეჩხუმის სოფელ უსახელოს მკვიდრი თოთაძეები თვლიან, რომ მათი ძველი გვარი ყოფილა თოდუა. დადიანის მოკვლის გამო სამეგრელოდან გამოქცეული უსახელოს შეხიზუნია და გვარად თოთაძე მიუღია. ამ ფოლკლორულ მასალაში შეუძლებელი არაფერია, მით უფრო რომ როგორც თოდაოძე, თოდაძე თოდუების ფეოდალური გვარია. ერთი სხვა ზეპირ გადმოცემის მიხედვით კი ლეთოდიანები წარმოშობით თოდუები არიან. მებატონეს გამოქცეულ თოდუას აქ ტყე გაუკაფია. დაფუძნებულა და ლეთოდიანად დაწერილა. ლეთოდიანები თურმე სალოცავად ილურში დადიოდნენ. მათ სამკვიდრო სოფელში სალეთოდიანოში უნდა ზედა ლუხვანოში ერთ ადგილს რუხი ჰქვია. ერთი სხვა ზეპირ გადმოცემის მიხედვით კი ლეთოდიანები წარმოშობით თოდუები არიან. მებატონეს გამოქცეულ თოდუას აქ ტყე გაუკაფია. დაფუძნებულა და ლეთოდიანად დაწერილა. ლეთოდიანები თურმე სალოცავად ილურში დადიოდნენ. მათ სამკვიდრო სოფელში სალეთოდიანოში ანუ ზედა ლუხვანოში ერთ ადგილს რუხი ჰქვია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუხში თოდუები 1859 წელს ჩამოასახლეს, აქ ური თოდუას ლეჩხუმში დამკვიდრება და იქ ლეთოდიანად ჩაწერა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ გვარსახელი ლეთოდიანი მე-17-მე-18 საუკუნეთა დოკუმენტებში დასტურდება. ეს ქრონოლოგიური შეუსაბამობა გამორიცხავს ლეთოდიანების რუხელი, მაგრამ არა სხვა სოფლელი თოდუებისგან წარმომავლობას და ამ სოფლის სახელი უნდა გვქონდეს ამ ლეჩხუმურ გვარსახელში. ესაა ლეთოდუე, ლეთოდუეს, რომელიც მეგრულში სიტყვით სათოდუოს ნიშნავს, დაერთო გვარის მაწარმოებელი ან ფორმანტი და მივიღეთ ლეთოდუელის მნიშვნელობის შემცველი გვარსახელი ლეთოდუანი, რომელმაც გვიან ლეთოდიანის სახე მიიღო. თოდოძეთა სასისხლო სიგელი ზუგდიდის მუზეუმში დაცული პირიდან, რომელიც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშია გადაწერილი, კარგად ჩანს, რომ თოდაძე, თოდოძე თოდუების აზნაურული გვარია. ამ სიგელის დედნიდან სიტყვით გადმოწერილობას ემოწმება 18 კაცი, რომელთაგან 7 თოდუაა.
1856-1857 წლების გლეხთა აჯანყების თავკაცები სალხინოში იყვნენ. უტუ, მახვაია, შოშიკელა, ბასილა და კოჩა თოდუები. საქართველოში თოდუათა რაოდენობა 7125 კაცს შეადგენს.